ახალგაზრდა იაკობ გაზდელიანმა ქალაქში ცხოვრებაზე უარი თქვა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ლენტეხში გადავიდა, სადაც ის ბავშვებს ჭიდაობის სხვადასხვა სახეობაში ავარჯიშებს. ყოფილმა მოჭიდავემ 29 წლის იაკობ გაზდელიანმა ქალაქში ცხოვრებაზე უარი თქვა და უკვე 1 წელია ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ლენტეხში გადავიდა, სადაც პატარებს ძიუდოში, სამბოსა და ქართულ ჭიდაობაში ავარჯიშებს. შეთავაზებაზე, რომელიც ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან მიიღო, დიდი ხანი არ უფიქრია. გადაწყვეტილების სწრაფად მიღება სპორტისა და საკუთარი კუთხის სიყვარულმა განაპირობა. ამ შემოთავაზებაზე ბევრი არ მიფიქრია, რომ დავთანხმებოდი. იმიტომ რომ საკმაოდ დიდი სიყვარული გამოჩნია ამ სპორტის მიმართ. იმიტომ რომ გარკვეული პერიოდი საკმაოდ აქტიურად მოღვაწეობდი ამ სპორტში და საკმაოდ წარმატებულადაც. თან ვფიქრობდი, რომ ეს სამწვრთნელო კარიერა ჩემი საქმე იყო. ჩვენ რაიონში, სკოლებში პოპულარიზაცია გავუკეთეთ მაქსიმალურად ძიუდოს, ქართულ ჭიდაობას და სამბოს. იაკობის ჩასვლისას რაიონში საჭიდაო სახეობები არც თუ ისე პოპულარული იყო. ახალგაზრდა მწვრთნელმა მუშაობა 5 ბავშვთან ერთად დაიწყო. დღეისათვის კი რაოდენობამ თითქმის 10-ჯერ მოიმატა და სამ სახეობაში უკვე 50-მდე პატარა ვარჯიშობს. დიდი ხნის პაუზის შემდეგ ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის ლენტეხში ჩატარდა, სადაც მასპინძელმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა. ლენტეხელი მოჭიდავეები მთელი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებსა და ტურნირებში მონაწილეობენ. მუშაობის 1 წლის თავზე იაკობს საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი ბავშვები ჰყავს. რას იაკობი ჩამოვიდა, სადღაც არის 1 წელია გასული, იმის შემდეგ უფრო კარგი ვარჯიშები გვაქვს. წინ წავედით, ესე ვთქვათ, უფრო განვითარდით. წავედით შეჯიბრებზე, იყო ასპარეზობები, რომლებშიც ავიღეთ მედლები, გავაკეთეთ საქართველოზე მედლები. ძალიან გვიხარია, რომ ჩამოვიდა და რავი, შედეგებიც უფრო მეტია შეჯიბრებზე, ვარჯიშის ხარჯით გაუმჯობესდა და ყველაფერი კარგად მიდით. 50-მდე ბავშვი 2 ასაკობრივ კატეგორიაში ამ პატარა დარბაზში ვარჯიშობს. მსურველთა რაოდენობა კი იზრდება. მწვრთნელს იმედი აქვს, რომ ლენტეხის ცენტრალურ სპორტულ დარბაზს აღადგენენ და საწვრთნელი პროცესი უფრო ნაყოფიერი იქნება. წელს ვიმედოვნებთ, რომ ცენტრალური სპორტსკოლის დარბაზი ექნება რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ესე რომ ვთქვათ, სადაც მოხერხდება უფრო დიდი მასის, დიდი რაოდენობის ბავშვების ვარჯიში. ჩვენ მივიღეთ დაპირება და ველოდებით ამ დაპირების შესრულებას. იაკობის რაიონში გადასვლის გადაწყვეტილებას მისი ოჯახის წევრებიც დადებითად შეხვდნენ, რადგან ფიქრობენ, რომ ის საყვარელ საქმეს აკეთებს, რაც მშობლიურ კუთხეში სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს. სიმართლე გითხრათ, ბევრი არ გვიფიქრია, რადგანაც ყოველთვის მხარს უჭერდი მის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს ის საქმე იყო, რომელიც მაგას ესე ძალიან უყვარდა და თან დაუბრუნდით ჩვენს მხარეს. ახალგაზრდა მწვრთნელის სამომავლო მიზნები კვლავ რაიონს უკავშირდება, სადაც საჭიდაო სახეობების განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს. იაკობ გაზდელიანი დარწმუნებულია, რომ ლენტეხელი სპორტსმენები, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწევენ.